პარტია თავისუფალი საქართველოს ქუთაისის ბიუჯეტის პროექტს აპროტესტებს. პარტიის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელის განცხადებით ბიუჯეტი არამიზნობრივადაა გაწერილი და ქალაქის განვითარებას არ ემსახურება. თავისუფალი საქართველოს პროტესტს შეუერთა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაცია. გოგიტა გოგელაშვილის განმარტებით ბიუჯეტის პროექტი საარჩევნო წელზეა გათვლილი. მისი თქმით აღნიშნული პროტესტი საომალოდ მასშტაბურ და უფრო კონკრეტულ ხასიათს მიიღებს და მათ ახალი მემარჯვენეებით შეუერთდებიან. წლევანდელი ბიუჯეტით, როგორც შაშანდელი ბიუჯეტი, გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე, გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ ამ ქალაქის დაქცევაზე და არაფერი ახალი არაა ნათქვამი, ისევე გაზრდილია და ისევეა შეტანილი რესტორნების ხარჯები, ისევე შეტანილია მებაღეობას თუ ენერგიობაზე ხარჯები და არაფერი არაა ნათქვამი, თუ რა პერსპექტივაა ამ ქალაქს, თუ რა მომავალია ამ ქალაქს და როგორ უნდა მიიღოს ამ ქალაქმა ფუნქცია და განვითარება. უპირველეს ყოვლისა ეს ბიუჯეტი, რომელსაც ღებულობს ეს საკრებულო, ეს არის საარჩევნო წლისთვის გამზადებული ბიუჯეტი, ასე ვთქვათ, და მე სრულიად ვეთანხმები ქალაქის მერს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ დონის და ამ რაოდენობის ბიუჯეტი ქალაქს არ ჰქონია, ნამდვილად არ ჰქონია, რადგანაც უბედურება ის არის, რომ ამან მიიღოს სისტემატიური ხალხიათი ხელისუფლებებს. ახსენდებათ მხოლოდ საარჩევნო წელს გაჭირვებული მოსახლეობა, რომელიც მის ქალაქში არის და ზუსტად ამას მიუნიშნებს ის, რომ მიმართული არის სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში კოლოსალური თანხები. რა თქმა უნდა, თანხები უნდა იყოს მიმართული ადამიანების დასახმარებლად, მაგრამ ეს არ უნდა ახსენდებოდეს მხოლოდ საარჩევნო წელს.